საღამო მშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო. Როგორც წერენ დღეს დედამიწაზე, დაახლოებით 7-8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. და აქამდე კიდე გარდაცვლილი რამდენი მილიარდია ღმერთმა იცის. აი ამ უამრავ მილიარდში მსოფლიო ჩემპიონთა რიცხვი არც თუ ისე ბევრია. აი დიდი ჩემპიონთა რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლები. ლეგენდარული ჩემპიონები კიდევ უფრო ნაკლები არიან და ლეგენდარული ადამიანები და ლეგენდარული ჩემპიონები სულ შეიძლება 1000-ეული იყოს. ან რამდენიმე 1000. ჩვენი დღევანდელი გადაცემა აი სწორედ ასეთ პიროვნებას. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. დიდ ომარ ფხაკაძეს ეძღვნება. და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გადაცემის სტუმარი მისი ვაჟი ომარ ფხაკაძე უმცროსი გახლავთ. დიდი მადლობა ბატონო ომარ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ასეთი რაღაც გადაცემები კეთდება სპორტსმენებზე და მაგაზე ამოჩენ ხალხსა და კარგი წამოწყება და დიდი სიამოვნებით შემოგიერთით, როგორც კი გავიგე რომ ესეთი რაღაც ხდება. მართლაც გამორჩეული სპორტსმენი და ადამიანია, როგორც კახამ ბრძანა ომარ ფხაკაძე. ერთადერთი საბჭოთა ველურბოლელია, რომელიც სპრინტერი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. არც ერთი საბჭოთა ველურბოლელის პრიზიორიც კი არ ყოფილა. 1965 წელს 21 წლის ასაკში აი მართლა მეტეორებით შეიჭრა ველოსპორტის ისტორიაში. დავაზუსტო მინდა რომ არ იფიქრონ რომ 65 წლამდე საბჭოთა კავშირის დაშლამდე რო ესეა. კი ბატონო, საბჭოთა კავშირის გულისხმობ, კი, დაშლამდე. ამიტომ 70 წლის მანძილზე ამ 250 მილიონიან ქვეყანაში ერთადერთი ომარ ფხაკაძეს გარდა არათუ ჩემპიონი პრიზიორი შემდგომში ერთი ყავდათ კიდე ოლიმპიადაზე ეგ ის ოლიმპიადაზე სოფლიოზეც ყავდათ კაპილოვი იყო ეგეთი სერგეი კაპილოვი ტულელი რომელიც ტრეკზე სპრინტში გახდა სოფლიო ჩემპიონი 83-ში თუ არ ვცდები გახდა სპრინტში კაპილოვი და მაგის მერე რუსეთიდან 2016-ში ყავდათ კიდე ერთი აი მთლიანად ისტორიაში მეტი სოფლიო ჩემპიონი საერთოდ არ ყოფილა 2016-ში მაგას ვეძახით 2016 უკვე ანუ საერთოდ ისტორიაში სამი სოფლიო ჩემპიონი იყო 65 წელს სან სებასტიანში ბასკონიის ქალაქში 21 წლის იყო ომარ ფხაკაძე, როცა ნამდვილი ფურორი მოახდინა ფავორიტებად ითვლებოდნენ ფრანგი და იტალიელი ველოსპორტსმენები, მაგრამ ესე დაამარცხა მეოთხედ ფინალში ვერზინი, ძალიან ძლიერი ერთ-ერთი ფავორიტი იტალიელი, კი ბატონო, ნახევარფინალში მოუგო დანიელ მორელონს, ასევე ლეგენდარულ უაღრესად ტიტულოვან ველომორელს და შემდეგ ფინალში უკვე კიდევ ერთი იტალიელი ტურინი გვარად დაამარცხა. და სხვათა შორის მერე ომარ ფხაკაძის პატივსაცემად შვილს დაარქვა თავის ვაჟიშვილს ტურინმა ომარ ფხაკაძის სახელი. ასევე ძალიან წარმატებული იყო ომარ ფხაკაძის გამოსვლა ოლიმპიადებზე, 3 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და ესე ყოველ ოლიმპიადაზე აუმჯობესებდა შედეგს. მეოთხედ ფინალში გავიდა 64 წელს ტოკიოში, შემდეგ 68 წელს მეხიკოში ნახევარფინალამდე გააღწია და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო 72 წელს უკვე ბრინჯაოს медаლი მოიპოვა, როდესაც უკვე ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლა ორთაბრძოლა მოიგო და საპატიო ბრინჯაოს медаლი დაისაკუთრა. ამას გარდა მოპოვებული აქვს უამრავი ტიტული, 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 4-ჯერ აქვს სოფლიო რეკორდი დამყარებული 65 მე მგონი ზედიზედ არა 10-ჯერ ზედიზედ. თუ ერთი წელი 65 აქვს გამოტოვებული, როცა სოფლიო და
პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა 65 წელს. ეს და გასაკვირია, რომ უკვე საქართველოშიც საუკეთესო სპორტსმენი იყო და სხვა წლებშიც იყო ათეულში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში. და აი ბატონო, ახლა მე მინდა თქვენ ოჯახზე კითხოთ, ესე თქვენც მისდევდით ხო სპორტის სამსახიობოს და როგორი გავლენ მე როგორც ვიცი, საყოველთაოდ ცნობილი დედაც საკმაოდ სახელოვანი სპორტსმენი იყო და როგორც ნაკრებში იყო ის ნაკრებში იყო საბჭოთა კავშირის ხო საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც იყო და საერთაშორისო ტურნირებიც აქვს მოგებული ბევრი და სხვათა შორის 65-ში სახში მაქვს გაზეთი, როდესაც საქართველოს 10 საუკეთესო სპორტსმენი დასახელდა და მამაჩემი იყო პირველი და ჩემი მეხუთე იყო სიაში. საინტერესოა. მაგრამ ხუთოსანი ოჯახი. საინტერესოა. და აი რა სიტყვა, როგორი მაგალითი იღებდით მშობლებისგან, აი როგორი ურთიერთობა გქონდათ და ეს მაგაზე ხარა შეიძლება ითქვას ერთადერთი ის რომ თავისთავად ცხადია ჩემი მთელი ცხოვრება იყო დაკავშირებული სპორტთან, იქიდან გამომდინარე რომ ხა ალბათ ერთი წლის წლინახევრის რო ვიყავ, იქიდან მოყოლებული ხან შეკრებებზე დავყავდით, ხან შეჯიბრებზე და ნოს კიდე არ გინდა ყველაფერს ვესწრებოდი და ხა სულ მაგხოლო მაგაზეს აი გაქონდა რაღაცა იტყვის აი ველოსპორტსმენი ვიყავი რაღაცა და მეუნები ხა ველოსპორტსმენი რომელიც ხა სადღაც გამოჩენილა და ნაკრებში მაინც ყოფილა 60 მე რო ვიყავი თქვა ბავშვი და ისინი უკვე დიდები იყვნენ სპორტსმენები იქიდან მოყოლებული ყველა თაობის სპორტსმენებს ვიცნობ პირადად იმიტომ რომ 74-იანი ვარ მე და 76-17 წლიდან ვინც ვარჯიშობდა და ვინც ადიოდა სულ ყველას ვიცნობდი თითქმის და ხამ შეკრებებზე სიარული შეჯიბრების ყურება ხამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები და ეს მაგ ნანახი ალბათ რა ვიცი უიმა რაოდენობის სადაც დასწრებული ვარ და თავისთავად ამან ინტერესი გააღვიძა ჩემშიც და მთელი ცხოვრება ველოსიპედზე ისეაც ვიჯექი და უკვე როცა იმას აქ შევედი რომ უკვე აქტიურ სპორტში შეიძლებოდა თავისთავად გადავწყვიტე რომ ველოსპორტს გავყოლოდი და რაღაც 97 წლიდან უკვე ვარჯიშობდი მე მოხდი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვიყავი საბჭოთა კავშირის პრიზიორი ვერცხლისას და ბრინჯაოსიც მოგება არ გამოვიდა რაღაც ისე იმ პერიოდში ისე დაემთხვა. ასევე მე მონაწილეობა მოხდებული მსოფლიო ჩემპიონატებზე, თასებზე, საერთაშორისოებიც მაქვს მოგებულიც და პრიზიორიც ყოფილი ვარ, მაგრამ აი, როდესაც აქტიურ სპორტში ყველაზე ზესტი ასაკი მოდის, აი, როდესაც უკვე ადამიანი ყალიბდები, უკვე სპორტსმენად, როდესაც ორგანიზმიც ყალიბდება, მაგას დაემთხვა უკვე ისეთი პერიოდი, რომ დაიწყო საბჭოთა კავშირი დაიშალა, მე რაღაც სპორტში ისეაც ჩავარდნა იყო, თან მე ამას დაემატა მამაჩემის გარდაცვალება 93-ში და მამაჩემი რო გარდაიცვალა, ჩემი შვილი პატარა 9 თვის იყო ჩემი ბიჭი, მე 10 თვეში და ოჯახი რაღაც ამდენი პრობლემა ისეაც ყველანაირი და გადავწყვიტე რომ დამენებინა თავი, იმიტომ რომ დიდი ხარდაჭერაც არ იყო აქ ხა სპორტის ხრებაში და და ცოტა ადრე მომიწია სპორტზე დარნებამ. 19 წლის ვიყავი მამაჩემი რო გარდაიცვალა და მაშინ დავანებე მე რაღაც პერიოდის მერე დავიწყე ისე ვარჯიში მე მსოფლიო თასებზეც ვიმონაწილეე, მაგრამ 21 წელს უკვე დავანებე და დავანებე. ეს გამომდინარე იქიდან რომ ცხოვრების პირობები და ეს ისეთი იყო მაშინ რომ აუცილებლად რაღაცნაირად ჭირდებოდა რომ ოჯახის შესანახად და მისახედად სხვა საქმისთვის მიმეხედა. ისე ომარ ხაკაძის შვილობა და უფრო ხელისშემშლელი ფაქტორი იყო თუ ტვირთი მაგ მხედველობაში რა ამ ტვირთის სტარება იცით როგორ არის ტვირთი იყო და ხელსგიწვა მოლოდინი ყოველთვის იყო მეტი ვიდრე სხვებისგან რა სულ ყოველთვის განსაკუთრებულად ისე გაკვირდებიან მაგ დროს რომ ელოდნენ რომ სახელიც რო იგივე სახელიც თან მithumetes ახლა მე საბჭოთა კავშირის პერიოდში დავიწყე ვარჯიში და ეხ შეჯიბრებზე რომ გამოდიოდი იქ სულ ყველა მწვრთნელები იქნებოდნენ თუ საჯების უკვე უმეტესობა იყო ის თაობა რომელიც მოსწრებული იყო მამაჩემის სპორტსმენობას აღას და ყველა ელოდებოდა რომ აი რაღაცა აბა თუ გამოვა ისეთი მეორე კიდე ხა არ გამოვიდა რა ზაფარაკი აი პლატოგეთი ვერ გამოვიდა ამას ყველა ბევრი რაღაც ფაქტორი იყო მაგრამ
ერთი ის იყო კიდე რომ ხელის შემსვლელივით როგორი ხარ ნუ თვითონ მამა ჩემი იყო ისეთი ტიპაჟი და ისეთი ხასიათის ადამიანი რომ სხვებისგან რასაც თხოვდა უფრო მეც თხოვდა ჩემგან იმიტომ რომ ხარ რომ აი თქვათ იძახდა რომ ხა ვიღაცას თუ შეუძლია რომ მესამე იყოს და თქვათ შეჯიბზე წავიყვანოთ შენ არა შენ პირველი თუ არ იქნები მეორე მესამეს და მეოთხეს წავიყვან იმიტომ რომ სალაპარაკო არ გახდეს რომ აი თავის შვილი რა ხანაა და რაღაცა პრობლემები მაქვს მქონდა ხოლმე ესეც შეკითხვა მექნება თქვენთან იცით რა ნუ დაიწყო ბატონმა ომარმა ვარჯიში 60-იანი წლების დასაწყისში და იმ დროს ხო ყველა მონაცემებით ველოსიპედი დეფიციტი იყო არა მარტო საქართველოში არამედ მთლიანად მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ეხლა ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი ფილოსოფიის ის არის რომ რაოდენობრიობა გადადის თვისობრიობაში და ნუ ველოსიპედი ეხლა მე კარგად მახსოვს თქვენ სახლთან ახლოს ცხოვრობდი და ერთადერთი ივიკო მახარაძეს ყავდა მთელ საბურთალოზე მე მგონი ველოსიპედი 65 წელში აქტოვანებული იყო და მშობლებმა უყიდეს და ნუ შეიძლება შედარებით შეძლებული აქტოვანებული იყო ბატონი ომარის წარმატებით დიახ და მშობლებმა უყიდეს შედარებით შეძლებული თორე ეხლა სხვა რა იყო ეხლა თქვენ სადაც ცხოვრობდით საერთოდ ისე რომ ბოდიში შეგაწყვეტნე ივიკო რომ დღესაც ველოსიპედი დადის ბატონი ომარის დამსახურებაა ნამდვილად ხო და იქ სადაც თქვენ ცხოვრობთ და იყავით ინგურის ქუჩაზე ეხლა ბოლქვაძის ზაურ ბოლქვაძის იქ იმ დროს ჯერ კიდევ ის იყო ბარაკები იყო და ჩვენი მეგობარი ქურთები ცხოვრობდნენ და სამაკატკა ერქვა მაშინ ესე ეძახდნენ რო გაკრავდნენ ფეხს გმირთა მოედნამდე ჩადიოდნენ და მერე ამოვიდოდნენ უკან და რაღაც აი ეს იყო სამაკატკა იყო მაგრამ ველოსიპედი როგორც ესეთი აი შკოლნიკი იყო არლიონოკი იყო უკრაინა იყო და გონჩს ეძახდნენ კიდევ რომელიც და ეხლა ავიღოთ ის ბატონი ომარი როგორც ბიოგრაფიიდან ვიცით თავრესად საგზატკეცილო ველოსპორტში ვარჯიშობდა და მისმა მწვრთნელმა ჯოხაძემ გვარად გურამ ჯოხაძემ ქუთაისელმა გადაწყვიტა და მისცა რეკომენდაცია რომ თბილისში ჩამოსულიყო და ტრეკზე და ტრეკიც რა ეხლა მთელი ამიერკავკასიაში ერთადერთი ტრეკი იყო მაშინდელ კამოს ქუჩაზე ეხლა უზნაძის ქუჩა ქვია ის ტრეკი მე მგონი რაღაც არასტანდარტული ისიც რაღაცა ისეთი რომ ნუ რა ტრეკი იყო ის და ერთი ტულაში იყო როგორც მე გამიგია იმ პერიოდში სხვაგან ტრეკი არ იყო და აი ეს როგორ იყო კიდე სუპერ სტადიონი იონხბიანერა ბეტონის ტრეკი იქაც მოსკოვში სადაც აი სანამ 80-ისთვის აშენდა ოლიმპიადისთვის ტრეკი დახურული მანამდე ეს სუპი იყო და იყო კიდე იმაში ნაგინსკში და ესე რაღაც რამდენიმე რამოდენიმე იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. თბილისის ტრეკი იყო სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტრეკი საერთოდ. კი, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი 1886 წელს იყო თბილისის ტრეკი. წინა საუკუნეს არის აშენებული და აი ჩემი შეკითხვა ესეთი ინვერტარი ჭირდა, ტრეკები არ იყო და აი რა ტალანტი იყო და რა იყო ესეთი რომელმაც მიაღწია უკვე 1965 წელში სოფლიოს ჩემპიონობას, ხო? ეს აი და მოუგო თან ნახევარფინალში მორელოს მოუგო ნახევარფინალში. ალბათ ნუ ყველა დროის მესი იყო რა. ხო, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იმათ ითვლება. არც ვერზინი იყო ხელსამოსი. არც ვერზინი, ეს მორელოს ვერზინი უფრო ფავორიტი იყო 65-ში. თაობა იყო საერთოდ ისეთი ველოსპორტში, რომ ძალიან ძლიერი თაობა მოდიოდა და უმეტესო აი მაშინ იყო ესეთი რაღაც რომ პროფესიონალები და მოყვარულები ცალკე იყო, ფედერაციები ცალკე ჰქონდათ და რამდენჯერმე იყო ესეთი რაღაცა რომ ეუბნებოდნენ იგივე მორელონს და იმას რომ გადმოვით პროფესიონალებში და ესეთი მომენტი იყო რომ პროფესიონალებში რომ გადასულიყვნენ იმდენად ძლიერები იყვნენ მოყვარულები იმ პერიოდის პროფესიონალებზე რომ ინტერესიც არ ჰქონდათ წარმოიდგინეთ ეხლა დღეს რო შეადარებთ ეხლა პროფესიონალებს რომლებიც აი ტურ დე ფრანს დადიან ისინი არიან ძალიან ბევრად ძლიერები ვიდრე მოყვარულები ნუ ეხლა უკვე აღარა გააერთიანეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროტურში მოხმოვრო ხდები უკვე იქ ნიშნავს რომ სხვა დონეზე ხარ და მაშინ პირიქით იყო იმ მომენტში იმიტომ მანამდე რაღაც პერიოდი პროფესიონალები ყოველთვის ძლიერები და რაღაც მომენტში მოყვარულებმა გაუსწრეს დონით და სისწრაფით და ყველაფრით მაშინ
იმდროინდან პროფესიონალებს და ეს არ ვიცი ხა ეს არ ვიცი რაზე იყო დამოკიდებული ხა როგორც ამბობენ მამაჩემზე იძახდნენ ხოლმე რომ ხა რო არ წასულიყო ველოსპორტში და წასულიყო სხვა სპორტში ალბათ იქაც ეგრევე იქნებოდა იმიტომ რომ ნუ რაღაც ფიზიკური თანაბრად და ესეთი ფეხბურთზეც თამაშობდა და რაღაც სხვა სპორტებში მანამდე არ ვიცი ველოსპორტზე ანუ ველოსპორტზე რომ დაიწყო უბრალოდ იმდენად უყვარდა ველოსიპედი რომ მაშინ არ ჰქონდა საშუალება ახლა ოჯახს და ბიძამ ამიდის ისა დისკ მარმა უყიდა ველოსიპედი მაშინ სიზემ რა ასე აი იმითი რომ დაადიოდა ნუ ბედნიერი და მე ვარჯიში რომ დაიწყო და იქ რაღაც შეჯიბრი იყო ქუთაისში სადაც საგზად კეცილოზე შოსეზე ფინიში მოიგო და იმდენად ადვილად მოიგო ფინიში რომ მაშინ შეამჩნიეს და თქვენს რომ არა ამას აქ საქმე არა აქ უნდა ტრეკზე მოსინჯოთ და თბილისში რომ ჩამოიყვანეს დასვეს ველოსიპედზე ტრეკზე მეიყვანეს კამოზე და უთხრეს რომ აი გააქანე 200 მეტრი აჩენეს იქ ვიღაცა ვინც უკვე ცოტა გამოსტილები იყვნენ როგორ უნდა გაიქანებინა დაждდა გააქანა დახედეს არა რაღაცა შეგვეშალა რომ ისეთი რომ ვერ გაიგო შანსი არ არის ხო პირველ დაждომაზე ესე გაეროს რომ მეორედ გააქანეს მეორედ უკეთესი და მაშინ გადაწყვიტეს რომ დაეტოვებინათ და ეს იყო ამის მერე 63-ში უკვე სპარტაკია და ხმაშ საერთაშორისო კავშირის სპარტაკია და ესეც ძალიან მაღალი დონის შეჯიბრი იყო სპარტაკია და მოიგო მე საერთაშორისო კავშირის ჩემპიონატი მოიგო იქიდან დაიწყო და ნუ ეს 10 წელი საერთაშორისო კავშირში რა სტარდებოდა ყველაფერი მოიგო რა სადაც მოკლედ ქუთაისის სამტრედიის ტრასაზე ნავარჯიშები კაცი სოფლიო ჩემპიონი გახდა ტრეკზე ეგრე გამოვიდა ბატონო ომარ მე თუ არ მეშლება ესეთი რაღაც ზმა გაგონდა თუ შემეშელა თქვენ შემისურვეთ ბატონო ომარემდე იყო მე მგონი ეს რუსი იყო რაღაც 6-ის ჩემპიონი იყო თუ რაღაცა ზედიზეთ და ეს შენ ჩემზე მეტი ვერ გახდები არ გახდიან რაღაც კიდევ უთხრეს და რაღაცა პატარა ინციდენტიც კი მოუწყვეს მე მგონი ბატონ ომარს ეგეთები ხშირად ხდებოდა ძალიან იქნება ანუ იქ როგორ იყო რომ თუ არ გადაესრო მისთვის რა მაგრამ დაიმკვიდრა მაგრამ მაინც გახდა ჩემპიონი საბჭოთა კავშირის გახდა 10 ჯერ და მე ამ იქიდან გამომდინარე რომ ეს ძალიან რთული იყო რომ 10 წელი მიყოლებით და 10 წელი მიყოლებით კი არა თუნდაც არ მიყოლებით რომ ერთი ჩაგდო სოფლიო ჩემპიონი გახდა ეპატი ხო ნუ ინტერს საერთოდ არც გამოვიდა იმას ჩაგდებას არც ვეძახით და აქ მეორე თემა იყო რომ ვიღაცას რო გაემეორებინა გაემჯობესებინა ეს შედეგი და 10 და 12 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო სუპიქში და ეს იყო რა ძალიან რთული თემა და ამიტომ რომ ხაკაძე არ ყოფილიყო ეს ერთადერთი ვინც 10 ჯერ გახდა საერთაშორისო კავშირის ჩემპიონი მამაჩემმა რომ დაანება თავი მე შემოიღეს ესეთის რომ ტარდებოდა საზაფხულო და ზამთრის საერთაშორისო კავშირის ჩემპიონატი რომ 5 წელიწად შეიძლება 10 ჯერ გავხდარიყავი და არა 10-ში და ნუ მე უკვე როგორც გავუჩნდა მე ხომ უკვე შეძლეს 10 მეტრიერ გახდომა, იმიტომ რომ 5 წელიწადში ორჯერ რომ მოიგებ, ნუ მაშინ ახსენე კიდევაც ეს კაპილოვი, ესეც ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო, ოლიმპიური ჩემპიონიც იყო, ასე მე უკვე 88-ში მოიგო ოლიმპიადა კი. არა, 80-ში იყო კილომეტრში და 88-ში უკვე კოვში იყო ოლიმპიადაზე. რუსეთთან და ეს ბრინჯაოს პრიმედალოსანი იყო სპრინტში. მე ერთად ვარჯიშობთ მოგვიწია მე და ოშსაც ერთად ტულელი იყო ხო ტულელი კაპილოვი ტულელი იყო საბჭოთა კავშირში ბადალი არ ყავდა ვერავინ ვერ უგებდა იმიტომ იყო ცელოვალნიკოვი იყო ფილმიც არის გადაღებული დუენა ტრეკი ხო მაგრამ იქ თვითონ ამბობს რომ ჩემი ოცნება არის რომ ერთხელ მაინც მოუგო რა მესამეც კონკურენტიც იყო, მაგრამ იმან მე საერთოდ დაანება ტრეკს თავი შოსეზე გადავიდა, იმიტომ რომ ხაკაძესთან კონკურენციას ვეღარ გაუძლო. არა, ნუ რაღაც ისე გამოვიდა, რომ ძალიან რთულ პირობებს უყენებდნენ ახლა რომ სოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი შეჯიბრებს უატარებდნენ, თქვა ჩვეულებრივად ხო არის რომ ვინც გახდა საერთაშორისო კავშირის ჩემპიონი თავისთავად მიდის საერთაშორისო არენაზე. აქ იყო ეს რაღაცა რომ აი ვიცით რომ მოიგებთ, მაგრამ თუ არ მოიგებთ თქვა 20-30 მეტრით ფინალს,
მაშინ მეორე იქნება იმას წავიყვანთ რა ხან ქართველი იყოს რა მაინც ყოველთვის იყო ეს რაღაც მომენტები მაგრამ ეთყოდნენ რომ 20 მეტრით უნდა მოიგო 40 თუ გებდა და მაინც მიდიოდა სოფლიო ჩემპიონატებზეც 3 მედალი აქვს განსაკუთრებით 65 და 69 წელსაც ჩეხოსლოვაკიაში მაშინ როცა მორელონთან ფოტოფინიშმა გაარკვია ჩემპიონი. ცით როგორ იყო მორელონი აი რა სხვაობა არის პროფესიონალში და მოყვარულში. ახლა მორელონი მაშინ კი იყო მოყვარულებში, მაგრამ პროფესიონალი იყო აქტიურად. იმიტომ რომ იმან იცოდა ყოველი ნაბიჯი, ყოველი სად დაეხარჯა ენერგია, სად შეენახა და ეს აი არ იგებდა თქვათ მაქსიმუმ იგებდა 15-20 სანტიმეტრით ნახევარი თვალი ველოსიპედის აეგეთის და ინახავდა თავს და ეს ისეთი იყო რომ გავარდებოდა და დახარჯავდა ყველაფერს ბოლომდე და მე ხანდახან რაღაც მომენტში როცა პიკი ჭირდებოდა ფორმის იმ მომენტში შეიძლება ისეთ ფორმაში ვერ იყო და ის მორელონს ხა წლები აი სოფლიომდე რაღაც საერთაშორისოები რო ტარდებოდა ძალიან ხშირად უგებდა მაგრამ მოვიდოდა სოფლიო ჩემპიონატი ის პიკზე იყო და რაღაც აი ამდენით ნახევარი პაგრიშკით აი საბურავით მოუგებდა და თან ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ მორელონს ეკიპირებაც უკეთესი ჰქონდა თავისთავად ახლა იგივე შეჯიბრების რაოდენობა ხა ველოსპორტს საერთოდ მე სულ ვიძახი ხა რომ ველოსპორტში არის ეს რაღაც რაც უფრო მეტ შეჯიბრს დადიხარ მით უფრო მაღალ შედეგზე გადიხარ იმიტომ რომ რაც არ უნდა ივარჯიშო და თავი მოიკლა მარტო ვარჯიშით საშეჯიბრო გამოცდილება საშეჯიბრო სიჩქარე სულ სხვა დონე არის და სულ სხვა ანუ გამოცდილებას იმდენს ღებულობ რომ ხა რაც არ უნდა ძლიერ იყო შეიძლება ჩახვიდე და შენზე ბევრად უსმა მოგიგოს იმის ხარჯზე რომ გამოცდილება აქ მეტი და ტაქტიკურად უფრო კარგად აზროვნებს ასე რომ თან ეხლა მხოლოდ ეკიპირებაზე ხო არ არის საქმე ბაზაც იყო ინფრასტრუქტურა იყო ევროპაში ყველგან და ეხლა იტალიიდან ისე ჩავიდოდა საფრანგეთში და გერმანიაში და სხვა ქვეყნებში სავარჯიშოდ აი მაშინდელ GDR-ს ყავდა კარგი ველოსიპედი მათ კარგი ტრეკები იყო GDR-ში GDR იყო საახლობითო უკვე ცოტა მერე პერიოდში ანუ 70-იანების ბოლო 80-იანებში სადაც ნუ ესეთი იყო ესეთი მაშინ იყო არ ვიცი ლუცხესლიხი ჰიუბნერი ესენი იყვნენ ყველა ოლიმპიადა, ყველა მსოფლიოზე პირველი მეორე, ხან ერთი იგებდა, ხან მეორე. ნუ არ ვიცი, მაშინ სკოლაც მაგარი ჰქონდათ მაგათ, ნუ იქ რაღაც მე როგორც გაირკვა იქ რაღაც მიწისქვეშა ლაბორატორიები და მთელი ამბები ჰქონდათ GDR-ში და კარგად ხმარობდა. იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ არ ვიცი, აი წლების განმავლობაში მაგათი მოგები არავინ არ იყო. ნუ ესე ხანდახან გამოხდებოდა ვიღაცა თუმცა მე იაპონელები გამოჩნდნენ. იცით როგორ მე ყოველთვის არის რაღაც ესეთი პერიოდები რომ რაღაც ქვეყანა წამოიწევს. აი ხა მაგალითად ბოლო პერიოდები ინგლისი, ავსტრალია ესე, მაგრამ ჰოლანდია ახლა ტრეკზე ვიძახი განსაკუთრებით. ჰოლანდია ტრეკზე რაღაც შვები, ნუ მსგავსი არ ყოფილა. არის ეს ჰარი ლაურეისენი, ჰოლანდიელი სპრინტერი, რომელსაც 20 ოქროს მედალი აქვს უკვე სოფლიო ჩემპიონატებზე აღებული. 20 ოქროს მედალი. ანუ აი ხა სოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდა 4 სახეობა მოიგო ხა ველოსპორტში ძალიან რთული არის რომ სპრინტერი რომელიც სპრინტერი არის და სპრინტს იგებს იმანი კილომეტრიც მოიგოს თქვა იმიტომ კილომეტრს აბსოლუტურად სხვა მომზადება ჭირდება სხვა ვარჯები კიდე არის ადამიანი არის ფენომენი ხო აი მაგაზია გიტი სპრინტი კერინი რაც სპრინტერული დაახლოებით რაც არის 4-ვე სახეობაში ოქრო აიღო ანუ ტრეკზე რაც არის ყველაფერი ასე რომ ავანებოთ ჰოლანდიელებს სკოლები არის რა ესეთი რომელიც რაღაც პერიოდში წამოიწევიან ახლა ერთი პერიოდი ინგლისი იყო ეს აი ლონდონის ოლიმპიადაში რომ და კრის ჰოი ყავდათ მაგათ რომელიც აი ნუ სასწაულებს შებოდა იმანაც ეგრე სამ სახეობას 4 სახეობას იგებდა ყოველთვის და მე ცოტა იქ თაობათაცვლა წავიდა წამოვიდა რაღაც ან მე რას ვიძახია ეს არის ქვეყნები რომელშიც უდიდესი ყურადღება ექცევა სპორტს და უდიდესი ფინანსები იდება სპორტში სპორტის განვითარებაში თავის ვიძახი ინფრასტრუქტურითაც ინვენტარითაც მზადების პროგრამითაც მეცნიერულადაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ყოველთვის შედეგს იძლევა რა თქმა უნდა დაუბრუნდეთ ისევ ომარ ბატონს დღევანდელი თაობისთვის დღეს ომარ ფხაკაძე მე მგონი უფრო ცნობილი მსახიობია ხარება
ვიდრე ცნობილი სპორტსმენი. რაშიც დამნაშავე ალბათ გარკვეულწილად ბატონი ომარიც არის. იმიტომ რომ ისე ბრწყინვალედ ითამაშა ხარებას როლი, რომ მართლა აი ახალგაზრდებს პროფესიონალი მსახიობი გონიათ და არც სამწუხაროდ არც იციან მისი სპორტული მიღწევების შესახებ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ომარ? კინომ ხوار დაჩრდილა სპორტში მისი მიღწევები? თანამედროვე ცით როგორ არის ხა? აი დღეს მე რომ მკითხოთ შედარებით უფრო მეტმა ბავშვმა იცის ვინ არის ომარ ფხაკაძე, ანუ გულისხმობ როგორც სპორტსმენი, ვიდრე ვთქვათ 15 და 20 წლის წინ იცოდნენ. ეს გამოიწვია იმან რომ ის ხარება და გოგიაში და რაღაცა თქვათ რა ადამიანი რო უყურებს თქვათ ის ბავშვი და დაინტერესდება და რაღაც ინტერნეტში შეძრება იქ შეიძლება ამოვარდეს ინფორმაცია და იქიდან უფრო მეტი გაიგოს ანუ მეტი წვდომა აქვს ინფორმაციაზე თქვათ ვიდრე მანამდე პერიოდში იყო და ანუ რა თქმა უნდა ხა უმეტესობა მაინც უფრო როგორც ხარება იცის და არა როგორც სპორტსმენი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც მე ინტერესდება და კიდე ცოტათი მაინც ჩაეძება უკვე რაღაც ინფორმაციას ღებულობს და უფრო მეტი ხა იგივე ინტერნეტში გამოჩნდა რაღაც კადრები თქვა ველოსიპედზე შეჯიბრის მომენტები რაღაც ძალიან ცოტა რა თქმა უნდა ძირია ძალიან კი სპეციფიკური პერიოდი იყო როჯერ იმიტომ რომ მაშინ მე მინდოდა ძალიან რომ რაღაცები მომიპოვებინა თქვა ევროპაშიც მიცდია სან სებასტიანშიც ცადე პირადად ვიყავით ჩართული მაგ თემაში რომ რაღაც სოფლიო ჩემპიონატის კადრები იქნება ამომეღო და ვერაფერს ვერ მივაკვლიე საერთოდ რა მინდოდა რომ ეს რაღაც არქივით გამეკეთებინა რუსეთშიც ხა მაშინდელი საბჭოთა კავშირის იყო რა თქმა უნდა ეხლა ყველაფერი იწერებოდა აი ფიზიკურად ვერ მივაკვლიე ვერაფერს ასე რომ მაგრამ ისედაც შეეხება ხარება და გოგიას კი გეთანხმებით რომ აი ახალმა თაობამ უფრო იცის როგორც ხარება ჯიბუტი და ვიდრე ომარ ფხაკაძე რა მაგრამ იქ იმდენად მსახიობურად კარგად გამოვიდა მსახიობა ნუ ის გამომდინარეობს იქიდან რომ რაც ცხოვრებაში ბუნება და ხასიათი ქონდა ესეთი ზუსტად იგივენაირი როლი რაც დაემთხვა ხასიათი და ადვილად გამოუვიდა რა შესანიშნავი საქმე გააკეთა ბატონმა გოგი შენგელაიამ და დატოვა ეს ლეგენდები ეკრანზე რომელიც აი და თქვენი ეხლა ნიშანდობლივი გახდა ჩემთვის თქვენი პასუხი რომ ძალიან ბევრმა როგორც სპორტსმენი ხარება და გოგიას შემდეგ გაიგო და ის და აი თქვენი პირადი შთაბეჭდილება ეხლა ბრძანეთ რომ სპორტულ შეჯიბრებებზე წლინახევრის შემდეგ და 2 წლის რომ იყავით თქვენ იმის მერე სულ მასთან იყავით და მე არ გამოურიცხავ და ესე მგონია რომ ალბათ გადაღებები როდესაც მიდიოდა ფილმის არაერთ გზის იყავით მასთან ერთად გვერდში და ჩადიოდით ეხლა გადაღებებით ან არ მიდიოდა სადღაც შორეული მასშტაბ თბილისთან ახლოს მიდიოდა და რამეს ხომ არ გაიხსენებდით აი რაღაც ყველა გადაღებას თავისი გარკვეული კურიოზები ახლავს თავისი გარკვეული თავგადასავლები ახლავს და თან კიდევ როდესაც აი ესეთი ვარსკვლავები თამაშობენ ფილმში მათთან ურთიერთობები სულ სხვანაირი რამ არის რა თქმა უნდა გადაღებებზე ძალიან ბევრ გადაღებაზე ვიყავით და შეიძლება ითქვას რომ ალბათ ნახევარი რაც გადაღებული იყო ნახევარზე დაესწრებოდი რომ გადაღების პროცესს მაგრამ გახსენების მხრივ და იმის მხრივ ცოტა მიჭირს ხოლმე იმიტომ რომ მაგ დროს როდესაც მაგას იღებდნენ მე ვიყავით 11 წლის და მე და ლევანის ბიჭები ერთ ტოლები ვიყავით ახო და ბესო და მე დაახლოებით იცით როგორ იყო ჩვენი თავარი ინტერესი და მიზანი იმ დროს იყო ცხენი მანქანა სულ არ გვაინტერესებდა იქ რა ხდებოდა რა თქმა უნდა თან ხანდახანი არას გვასროლინებდნენ რაღაც ანუ ეხა ჩვენთვის იყო სასწაული და მე მამაჩემთან ერთად ეხა სანამ დაიწყებდნენ გადაღებას და ეს ცხენზე არ იყო ნაშდომი საერთოდ და რომ უთხრეს რომ აი გადაღებებზე ცხენზე მოგიწევს დაშდომა მივედით კინოსტუდიაში ცხენი გამოუყანეს რაღაც აუხსნეს რომ ესე წავიდეთ არა ერთ წუთიო დავდები მონახავო და დაჟდა ამ ცხენზე წავიდა ავიდა ნუ თუ გავიდა რაღაც პერიოდი არ ჩანს და უკვე ანერვიულდნენ რომ ხო არ გადმოაგდო ცხენმა რაღაც და ცოტა ხანში მოვიდა ეს გახვითქული ცხენი კისერ მოგრეხილი
იმის მერე აი ისე იჯდა თითქოს დაბადებიდან ცხენზე იჯდა, აი იმდენად კარგად. კინის ბედაურზე შეჩვეული. რაღაც ადვილად. მეც ახლა მე ერთად დავდივით ხოლმე და ცხენებით ასე კვირაში ორჯერ, სამჯერ მაინც გავდიოდით ეგ. მაშინ დიღმის ჭალები იქ არაფერი არ იყო, ახლა დღეს რო ქალაქია ახალი თლიანი გაშენებული, მაშინ პლანტაციები იყო ატმის რაღაცა. იქიდან ხარეს გავდიოდით ხოლმე იქ ცხენებით, ანუ აჭენებით რაღაც ბარიერები იყო გაკეთებული, ხტუნაოდით, რომ ცხენის ფლობა რომ გაემჯობესებინა და ნუ აი მე უკვე რო წავედით გადაღები რო დაიწყო, იქაც რა თქმა უნდა ზენ ფაეტონის ცხენებს და იმას როგორც გადაღების მორჩებოდნენ, თხოვდით რომ აუ შეგვიკაზმეთ ბიჭები ეს კასკადიორებს და იმას და ძალიან ისეთი კარგ დროს ვატარებთ ბავშვები, მაგრამ რაც იყო ნიშანდობლივი რომ მაშინ ლევანი იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე აკაბეთში და ნუ წარმოვიდგინეთ ახლა რა ხდებოდა იქ ახლა თან ეს 4 ამხელა ბუბერაზი მსმელი ესეთი ჯართელი მიხეილ სალაძე ავტომაისურაძე და იქ მიდიოდა რა ვიცი რა გითხრათ ახლა ყოველ საღამოს განსაკუთრებით იქ ბოლო კადრი რო არის როდესაც ხოცავენ სუპელას იქ რომ დააკვირდეთ მე ბავშვებს ცოტა ესე თვალები აქ რომ კარგად ნასვამი იყო. ანუ გტარზე მეტად თვალია? სუფრა, აი რაც კინოში იყო, სუფრები რო იქ რაღაც რო სვავენ და სადღერძოლები, არადროს არ იყო რო იქ რაღაც კამპოტი და ეს შეფერილი წყალი. ნამდვილი ღვინო, ნამდვილი სუფრა და როგორც ჩვეულებრივად რამდენი დუბლიც იყო, იმდენჯერ სვავდნენ. ბოლო პური არ ავჭამოთო. ლევანი რო იცადეს ბატონი. ოღონდ ბატონო, გამიგია რომ მამა თქვენზე გასაოცარი ფიზიკური ძალა ჰქონდა. ამას თვით ხარებადაგოგიას მონაწილეებიც ამბობენ ის ზაფხელა ჩემპიონები. და პირადად ლევან დედიაშვილსაც აქვს მოყოლილი და მე ისეს გამიგია მართალია თუ არა ეს რომ უკვე ამ სიმსივნისგან გატანჯული და გარდაცვალებამდე მე მგონი რაღაც რამდენიმე კვირით ადრე თქვენს კი გითხრათ რომ ხელი გადავწიოთ და გადაგიწიათ. ეხლა თქვენ რო ფიზიკური ძალა არ გაკლიათ. აღურებენ ხედავს ამას კიდევ. იყო ეგრე, იცით როგორ იყო ჩვენ ახლა აი როდესაც მე სპორტსმენი ვიყავი, ყოველ დილას კუსტვაზე დავდიოდით, დავრბოვდი, ვარჯიშობდი რაღაც ყოველ 7 საათზე, გამოწერილი მქონდა და ჩემთან ერთად დარბოვდა, ჩემთან ერთად ვარჯიშობდა ეგრე, მაგრამ ცურავდით ბასენზე დავდიოდით ხოლმე აუზე და იცით როგორ იყო, აი როგორც კი აი რაღაც მოკლე დისტანციაზე გრიგორიოკებზე ვარჯიშობდით ხოლმე, აი 20-30 მეტრს პირველი გაქცევას სიბერეშიც მიგია, სიბერეში რა ახლა მაშინ მეგონა რომ სიბერეში თორე ახლა რო ფიქრები 42, 43, 44 წლის წავიდა სამწუხაროდ. მაშინ ბავშვობაში ხვიცით ახლა რა ცხანარი წარმოდგენა აქვს და ვიძახდი ახლა თუ ხოლმე ახალგაზრდა ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ და ნუ აი ეგეთი ის ქონდა რომ ბუნებრივად ქონდა ეს სიზრაფე, სიზხარტე ისეთი და ნუ ძალაც ახლა ველოსიპედის სრული საჭე არის მაშინდელი ველოსიპედის გულისხმობ როდესაც არის კარბონი და ის ალუმინი ჯერ არ იყო ესე შემოსული იყო ფოლადის მონიკელებული რომელიც მეც აღასხმარობდი თავიდან რომ დავიწყე ეს იტალიური საჭეები იყო და ერთხელ წავიქეცი შეჯიბრზე და ნუ მოიღუნა ეს საჭე და მე და ჩემ მეგობარმა აქვია დისკს ქართულად არ ვიცი და ჩავაყოლეთ დისკში და ეს ორნი ეს ფეხით გვეკავათ დისკზე და ორნი ვეკაჩებოით რომ გაგვესწორებინათ აი მაგროს წარმოინეთ ეს ხელით ტეხავდა რომ ცოტა ისეთი არაბუნებრივი ძალა ქონდა ნამდვილად რა და ხო ნუ ახლა ლეგენდები დადიოდა რომ მის ფიზიკური და ისეთი სიჩქარე უჩვენა რომ საბურავებს ცეცხლი გაუჩნდა და რაღაცეები ეს ფანტაზიაში ხო მაგრამ დადიოდა ესეთი ლეგენდები მაგრამ განსაკუთრებით ივიკოს ჯეროდა ლეგენდა არა და ნამდვილი ამბავია რომ როდესაც სოფლიო რეკორდი დაამყარა ორჯერ დაამყარა 67-ში სოფლიო რეკორდი და პირველი სოფლიო რეკორდი დაამყარა და მეორე დაამყარა მეორე ზღვაზე ფინიშთან არ მისული სადღაც ალბათ 1-20 მეტრით ადრე დაეცა და წაქცეული შესრიალდა და კიდე სოფლიო რეკორდი დაამყარა მეორედ 10 და 61 იყო. კი ბატონო. 10 და 67 დაამყარა, მე 10 და 61 და
აი ეს 67-ში დამყარებული რეკორდი 79-მდე ვერ მოხსნეს. ანუ და იმ 12 წელში იმდენად განვითარდა ინვენტარიც, იმდენად განვითარდა ეს ყველაფერი, რომ ტრეკები რაც ბოლო-ბოლო ისეთი გახდა, საფარები და ყველაფერი და ის ახლა კრილაც ყოე გვახსოვს ახლა ყველა ისეთი დავალული არ იყო ხო და ოლიმპიადის დროს სულ სხვა ის იყო და. ახლა მე მინდა კითხოთ, აი თვითონ აი რო იხსენებდა სპორტულ კარიერას. აი ყველაზე სასიხარულო და საამაყობისთვის ცხადია 65 წლის მსოფლიოში, მაგრამ აი რა ისეთი რამე თუ იყო, რაზეც აი წდებოდა გული, რა ეს შემეძლო ეს გამეკეთებია და აი რაზე წდებოდა და მეორეც ბარემ აქვე კითხავთ, რომ აი როგორი ურთიერთობა ქონა ეს საბჭოთა ველოსპორტსმენებთან და უცხოელებთან, აი ვისთან ქონდა ურთიერთობა, თქვათ, მეგობრობდა და რა კავშირები ქონდა? როგორ არის ცით რას შეეხება გულის დაწყვეტას იცახდა სულ რომ აი მე რო სხვანაირად მომზადებულიყავი და მე რო სხვანაირად ყოფილიყავი ალბათ 10 ჯერ როგორც საბჭოთა კავშირი მოვიგე შეიძლება მსოფლიო ეგრევე მომეგო იმდენად ქონდა ამისი რესურსი მაგრამ იმის გარდა რომ საბჭოთა სკოლა და ევროპული სკოლები განსხვავდებოდნენ დონით და მომზადებით და ყველაფრით ამას გარდა კიდე ამას ემატებოდა ის რომ ქართველი იყო ის რომ თბილისში რომ ჩამოდიოდა და მეგობრები და აბა ომარ დამოსუფრა აბა მოდი და ერთი ჭიქა დაგვილია და ეს თბილისში ის რეჟიმი რაც თქვათ სხვა სპორტსმენებს ჰქონდათ რა თქმა უნდა ნაკლებად ჰქონდა და ეს რეჟიმის დარღვევა უფრო ხშირად უწევდა როგორც ხუმრობილი ძახია. აი შეგაწყვეტ ერთად ქართველობა ნათქვამი რომ მე ერთადერთი რითი ჯობნი ეს არის რომ მე რძეს ვამო და ომარსო თამადობა უყვარს და ღვინოს ვამს. აი რა თქმა უნდა ეს რეჟიმი სპორტსმენისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი საერთოდ და აი მაგხრი ცოტა უჭიდათ ან მაშინ სხვა პერიოდიც იყო რაღაც უფრო ისეთი ურთიერთობებიც იყო ვიდრე დღეს არის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოქმედებდა რა აი მაგაზე გეძახდა სულ რომ გული მწყდება რომ აი ოლიმპიადაც აი ოლიმპიური წელი როცა იყო ყველა შეჯიბრი მოიგო იმ წელს და ნუ ოლიმპიადაზე ესე გამოვიდა რომ ვერ ასე რომ აი ეგეთი რაღაც მომენტი ქონდა ყოველთვის და აი თვითონ ურთიერთობა საბჭოთობაში ხა როგორ ის ყველასთან როგორ დამოკიდებულება მოროლონის ჩამოდიოდა ძალიან ხშირად საქართველოში ხა მახსოვრებად ტარდებოდა ხოლმე ტელევიზიის დიდი პრიზი მაისის თვეში სადაც ჩამოდიოდა მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები თუ კი ვინმე უკვე შედარებით ახალ ველოტრეკზე საბუთალოზე და მოროლონი მაშინ აკრების მსვლელი იყო საფრანგეთის და ანუ სულ ყველანის ვინც იყვნენ მაგის მის თაობის ინტერვიუს ჩამოდიოდნენ სულ ახლა ჩემთან სახშიც ყველა არის ნაყოფი და როგორც ხდება ხოლმე საქართველოში და რაც შეეხება რუსეთს და საბჭოთა კავშირში ხა იქაც არ მოვიტყო ხა საქართველოს იყო პრივილეგირებული რაღაც მომენტში რა ველოსპორტში იმ ხრივ რომ აი ინვენტარი როდესაც ჩამოდიოდა საბჭოთა კავშირში იგივე მაშინ იტალიური ველოსპედები იყო ხოლმე და აი იყო ესეთი რაღაცა რომ ჩამოვიდა თქვა რაღაც რაოდენობა თქვა 2 ცალი ყველა რესპუბლიკას 10 ცალი საბჭოთა კავშირის ნაკრებს და თუ სხვებს 2 3 ან 4 საქართველოს აი ნუ იმიტომ რომ ეს კომარის დამსახურება პირადი ურთიერთობები პირადი პატივისცემით რაღაცა ხდებოდა ეგეთი რაღაცა და ანუ მე უკვე როდესაც მამა ჩემი გარდაიცვალა და მე მაშინ მოსკოვში ვარჯიშობდი ერთი რაღაც პერიოდი მაშინ რუსეთის ნაკრებთან ოლიმპიადის ვისადების ციკლი იყო და იქ ჩამრთეს რომ აქ უკვე ნუ აქ არის დაიშალა ყველაფერი და იქ მომზადებოდი და მინდა ვთქვა რომ იმ პერიოდში მე იქ ბევრად მეტი ყურადღება მომაქციეს როგორც სპორტსმენს და ბევრად გვერდში ვიდრე აქ ამ დროს აი ეს 94-15-16-ამდე რა ნუ სანამ დავანერდი საკმაოდ ისე ან სადაც მივსულა და რამე დამჭიროებია იქ თქვათ იგივე არც სამინისტროს მაშინ სპორტ კომიტეტი ერქვა მაშინ როსკომსპორტი არც იმათ არც ველოსპორტში თვითონ კილოაც ყოზე რაც ინვენტარი მჭირდებოდა თუ რაც არაფერზე უარი არ უთქვიათ არასდროს ეგრეა სამწუხაროდ ბატონო მარ ესეც გამიგია 65 წელს როდესაც
მამა თქვენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაშინ მე მგონი თბილისში საკუთარი ბინაც არ ქონდა მას და ჟავანაძე იმ დროინდელი ცეკავს დივანი მივიდა და უთხრა ბატონ ომარს რომ აბა რას მეტყვიო რა გიდა რო გაგიგეთო და ბატონ ომარს უთხრა რომ რა და თუ შეიძლება ტრეკი გააკეთეთ თბილისშიო კარგიო და კიდე რა გინდაო კიდე რა მინდა და აი რო დავამთავრებო თუ საშუალება რომ მქონდეს იმ ტრეკზე ვიმუშაო ეს სხვა ღირებულებები და სხვა აზროვნება იყო მაშინ ადამიანებში თვითონ. ესე იყო? ეგრე იყო ნამდვილად, თან ისე დაემთხვა ზუსტად, რომ ტრეკი რო აშენდა ეს იყო 74 წელი და მაგ წელს დავიბადე მე და იმიტომ მაგ წელს დაარნება სპორტს თავის ზუსტად რა. იყო ეგრე და მერე იყო ბევრი შემოთავაზებები ქონდა, ეხლა მირის თქმა მინდა ამით რომ 80-იანი წლებში უკვე როდესაც წვნელად მუშაობდა საბჭოთა კავშირის ნაკრების წვრილიც იყო და რაღაც შემოთავაზებები ქონდა უცხოეთიდან რომ აი რაღაც გუნდები ჩამოდი თქვა იმუშავე ჩვენთან და სუიძახდა რა ხა მე როგორ წავიდე თქვა სადღაც და ამ დროს საქართველოში ველოსპორტის განვითარება ჭირდება და მე სადღაც ვიყო და აქ აი ეგეთი რაღაც თავისებური ხონდა ხასიათი ადამიანი იყო რომელიც აი ბუნებით იყო იმდენად პატრიოტსანი რომ რაღაცა ეს არ გამოსდიოდა არაფერი ესეთი რა რაც ხო არის ადამიანი რომელიც საქმოსანია არის ადამიანი რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი ეგეთი იყო რა და აი თელი ცხოვრება შეალია ველოსპორტს რა ბოლო დღემდე აი 83-ში როცა გარდაიცვალა აი ეს ჩამოვიდა შეჯიბრიდან მანქანით წასული იყო ეს მაშინ თურქეთში მაშინ შეჯიბრზე გუნდი ყავდა წაყვანილი და თავის მანქანით იყო წასული და რო ჩამოვიდა იმდენად სრულად იყო რომ სახში რომ მოვიდა დავიწყეთ გამოკვლევი და მესამე დღეს დაწვა საავადმყოფოში და ერთი თვე არ იყო გასული რომ გარდაიცვალა ანუ ფეხს რანაირად იდგარს და აი ეგეთი მდგომარეობაში კიდე შეჯიბრზე იყო წასული მაგაზე საკუთარი მანქანით და ანუ აი ბოლო დღემდე ველოსპორტში იყო ჩართული რა. და აი გარდაცვალებამდე რამდენი ხნით ადრე ამბობდა რომ აი ხო ჩვენ ახალი ოლიმპიური ციკლი გვაქვს და როგორ უნდა მოემზადოთ უკვე 96 წლის ოლიმპიადისთვის. ეს იყო მისი ნატრა რომ აი ქართველები გასულიყვნენ ველოსპორტსმენები ოლიმპიადაზე და იქ წარმატებისთვის მიეღწიათ და აი თქვენ ახლა ხართ ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და აი რამდენად რეალურად გესახებათ ეს ამბავი რომ ქართველმა იასპარეზოს ოლიმპიადაზე და საერთოდ რა მდგომარეობაა ველოსპორტში. არა მარტო ტრეკზე, სადღაც იცით როგორ არის ახლა ველოსპორტი არის ცოტა ესეთი რთული სახეობა, რომელიც დამოკიდებულია, აი ძალიან არის დამოკიდებული ფინანსებზე, იმიტომ ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ეს მარტო იმაზე არ არის, რომ ძლიერი ხარ, ამის გარდა ჭირდება რაღაც მინიმალური რაოდენობა, რაღაც შეჯიბრები, რომელშიც უნდა ქულები დააგროვო და როდესაც გჭირდება რომ 20-30 შეჯიბრი მინიმუმ გაიარო და ქულა აიღო და ამ დროს რო მარტო 3 შეჯიბრზე ახერხებ წელიწადში წასვლას აქ ფიზიკურად შანსი არ აქვს რა ლიცენზიის მოპოვების და იმ ხრივ რომ სპორტსმენები არ ყავს ეგ პრობლემა არ არის სპორტსმენები არიან რომელსაც თუ მივაღებინებთ მონაწილეობას საჭირო რაოდენობის საერთაშორისო შეჯიბრებზე ძალიან რეალური შანსია რომ ლიცენზიას თითქმის 90-95% შემიძლია თქვა რომ თუ იქნება სათანადო ხელშეწყობა იგივე დაფინანსება შეჯიბრში მონაწილეობისთვის ლიცენზიის აღება არის აბსოლუტურად რეალური. დავიცი მე მგონი თუნდაც მარტო ბატონი ომარის სახელი საკვარისი უნდა იყოს იმისთვის რომ ამ სპორტის სახეობას საქართველოში სათანადო ყურადღება მიექცეს. ნამდვილად იმსახურებს. ერთი კითხვაც მაინტერესებს ომარ ბატონო დედა თქვენი და მამა თქვენი. მათი ურთიერთობა, დამოკიდებულება და რა ხდებოდა? მე ძალიან ისე და დედა უფრო მეტად ცოლი იყო თუ დედა? თუ აი უფრო მეტად რა ფუნქცია? აი როგორი ურთიერთობა იყო ჩართული, აი ძალიან იყო მაგამ ბავშვი ჩართული, რომ მამაჩემს მქონდა ეს რომ
აი მაქსიმალურად უწყობდა ხელს რომ სპორტში ყოფილიყო. იგივე როგორ ხარ გადმოცემით რა თქმა უნდა ეხა იმიტომ რომ მაგდროს მე ჯერ არ ვიყავი დაბადებული, როდესაც სპორტსმენი იყო და დანებაზე დაიწყო ფიქრი, სულ ჰქონდათ ეს რომ აი არ დაანებო ჯერ კიდე შეგიძლია და ან თვითონაც როგორც თვითონ როდესაც მამაჩემს გაყვა დაანება თავის სპორტს და არა და მაგ წელს ნაკრებში იყო და ის ნაკრები მერე მსოფლიო ჩემპიონები გახდა. და მე შანსი ქონდა რომ ოლიმპიადაზეც გამოსულიყო 68-ში. კი. და აი ეგრე მამაჩემს რო გაყვა დაანება საერთოდ სპორტს თავი და მე მთელი ეს თავის ის მეუძღვნა მამაჩემის სპორტს უკვე და ეგ ყველანაირად ედგა გვერდში რომ აი მაქსიმალური ხელშეწყობა ქონოდა სპორტში და ასევე მე უკვე შეჯიბრი როცა სპორტსმენი აღარ იყო და მუშაობდა სპორტში, იქაც ასევე რომ ხა შეკრეებზე დაყვებოდა როცა ჩვენც დავყავით მანქანაში გავიზარდეთ თუ შემიძლია თქვა. აი ეს მაქსიმალურად ყველანაირად თავისი გადადო გვერდზე და ცდილობდა რომ მამაჩემისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა იმისთვის რომ თავის საქმე ეკეთებინა. მეუღლის წარმატებებზე უფრო განეცია და ნერვიულობდა თუ შვილის? დედა თქვენ. მე ეგეთ წარმატებები არ ქონია რომ რაც ვთქვათ შეჯიბრი თქვენ ხო ქონდათ რაღაც თქვენი შეჯიბრი და კი არა ჩემ შეჯიბრი საქართველოში ესწრებოდა და ეხა საბჭოთა კავშირი და იმაზე მამაჩემთან ერთად დადიოდა ჩემთან ერთად ნამდვილად არ ყოფილა არასდროს შეჯიბრზე ეხა სპარტაკიადაზე იყო ერთხელ მამაჩემიც ვანქანი წამოვიდა ეს სპარტაკიადაზე ანუ წნელი მამაჩემი არ იყო ჩვენი ეხა სხვა წნელი ყავდა მამაჩემი უბრალოდ ის იყო უფროსი წნელი და ჩამოვიდა ესე სპარტაკიადაზე და ანუ იქ რაღაც კურიოზები შევემთხვა მე ცოტა და ერთი წრით ადრე მომივიდა ფინიში გაკეთება და ფინალში გადასასვლელი და რო გავხედე და იმან რო გააგრძელო კი ვფიქრე რომ მეთქი თუ იმდენად ვიყავი ჩართული რომ კიდე ერთი წრე იყო და ეს ამომარდა თავით აი მაშინ იყო ერთ-ერთი როდესაც ჩემი დაესწრო ეს ტიჩეჯიბს შეჯერებით ჩემთან მომეცად და ნუ მოსკოვშიც ერთი-ორჯერ რაღაც ყოფილა საკავშიროებზეც ახლა ბავშვი ჭაბუკებში და პატარა არა ვიყავ უკვე აღარ სამწუხაროდ დრო ულმობლად მედის ჩვენი გადაცემაც ამოიწურა დავამშვიდობოთ ჩვენ ძვირფას სტუმარს და იმედია დაგვდებს პატევს და სხვა გადაცემებშიც გვესტუმრებთ. დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. მადლობა და დიდი მადლობა ასევე აი კარგი საქმისთვის რაც გაქვთ დამოწყებული და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალმა თაობებმა ეს ბევრი ინფორმაცია მიიღონ იმ ხალხზე რომელზეც დღეს ცოტა ჭირს ინფორმაციის მოძიება ამ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და წარმატებები თქვენ ამ საქმეში. დიდი მადლობა.